მოგესალმებით, ეთერშია მოამბე საათზე ახალ ამბებს მარიამ ვაშაძე გაგაცნობს. ძოლიძის ქუჩის მიმდებარედ ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის საქმეში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. მეზობლების ინფორმაციით დანაწევრებული ცხედარი ჩანთაში იყო მოთავსებული. პოლიცია მათ უსიამოვნო სუნის გამო გამოიძახეს. ადგილობრივების განცხადებით გარდაცვლილი აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა, თუმცა ამ ადგილს ხშირად სტუმრობდა, სადაც პერიოდულად უსახლკაროები იკრიბებოდნენ. რაც შეეხება პირს, რომელიც დანაშაულის ჩადენის სავარაუდო ადგილზე ცხოვრობდა, მეზობლების ინფორმაციით ის სამართალდამცველებმა გადაიყვანეს. როგორც მოამბეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ კვლევობას გულისხმობს. მიცვალებული ნახეს, მაშინ რა ქვია, დანაწევრებული ჩანთაში. ესეთი წესიერი ადამიანი იყო, ყველა მაგას ამბობდა, რომ თვითონ არიზავდა მსგავს რამეს. დაკავებული არის თუ არა, ვინმე ხო არ უთქვამთ. გავიგერო წაიყვანეს ეს ადამიანი, მაგრამ ნაჩვენი არ ვიცი. უსახლკაროები იკრიბებოდნენ მასთან, მარტო ცხოვრობდა, არავინ არ ყავდა სახლში. ისე დავინახე, რომ გუშინ ტრიალებდა რაღაცა ეს აქვია. პატრული იყო და რა მოხდა არაფერი არ ვიცი. რა დროს იყო დაახლოებით? საღამოს 8 საათი იყო თუ 9 საათი. ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც 14 ოქტომბერს ფიზიკურად გაუსწორდნენ, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მოამბეს საქმის ადვოკატმა დაუდასტურა. 34 წლის ტრანსგენდერ ქალს თბილისში ორთოჭალში 14 ოქტომბერს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ კვლევების მცდელობას გულისხმობს. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა მას. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. წინა სასამართლოს ხდომა 8 დეკემბერს 11 საათზე დაინიშნა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 2 მოქალაქე გაათავისუფლა. მათ წინასწარი დაკავების იზოლატორი ეგრეთ წოდებული ჯარიმის სახით 2000 რუსული რუბლის გადახდის შემდეგ დატოვეს. მოქალაქეების ნავრის რაიონის დასახლებულ პუნქტ ქალეთში აიყვანეს და ბრალად ეგრეთ წოდებული სასროს უკანონო დარღვევა წაუყენეს. მოქალაქეები ხაშურის რაიონის სოფელ ატოცის მკვიდრნი არიან. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მინდორში იყვნენ წასულები, ფიჩხს აგროვებდნენ და რუსები გამოსულები იყვნენ. წაიყვანეს, გაგვაგებინეს მე რო წაყვანელი ყავდათ და გადავიხადით ჯარიმები და გამოუშვეს. მართულხლართები იმ ადგილზე ზუსტად არ არის. მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობისთვის დობის გამოცხადების პროცედურები პარლამენტში დაწყებულია. დეპუტატები კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე დარგობრივი მიმართულების მინისტრობის კანდიდატებს ხვალ მოусმენენ. რის შემდეგაც მთავრობის ახალი შემადგენლობა შეხვედრებს საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის და ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის ფორმატში გამართავს. ქართულ ოცნებაში სამთავრობო გუნდის განახლებულ შემადგენლობას დობას უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ მინისტრთა კაბინეტის ეს შემადგენლობა ქვეყნის წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს უპასუხებს. საპარლამენტო უმრავლესობას კითხვები სწორედ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან აქვს. განახლებულ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი დობა სავარაუდოდ შაბათს რიგარიშე სესიაზე გამოუცხადებს. ის ადამიანები, რომელიც გუნდს შემოემატნენ, მე მათ ვიცნობ როგორც ძალიან კომპეტენტურ და კვალიფიციურ, ძალიან აქტიურ ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ის პროგრამა, ის საარჩევნო სამთავრობის პროგრამა, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებული არის ჩვენ საარჩევნო პროგრამაზე, 4 წლის განმავლობაში იყოს სრულად შესრულებული, ამიტომ ჩვენ მხოლოდ პოზიტიური, ასე ვთქვათ, შედეგების მოლოდინი გვაქვს. ეს არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, ეს გუნდი ახალ გამოწვევებს, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ეს არის ძირითადად ეკონომიკური მხარე, პასუხობს ძალიან რელევანტურად. ეკონომიკური გუნდის წინაშე დაისმება ძირითადი კითხვები, იმიტომ რომ გამოწვევები და საკითხები, რომლებიც დღეს საზოგადოებას აწუხებს, ამ გუნდის გადასაწყვეტია. პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს წევრებმა პირველი შეხვედრა გამართეს. ხაზინადერთა საბჭოს განცხადებით მათ საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს. საბჭოს შემადგენლობა ბიუროს ხდომაზე გუშინ დამტკიცდა. 9 წევრით დაკომპლექტებული საბჭო პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა. დღის ბოლოს კი საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები პარლამენტის ვიცე-სპიკერს თამარ ჩოგოშვილს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძესა და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს მამუკა მდინარეძეს შორის გაიმართა. მათი თქმით, საუბარი საპარლამენტო მუშაობასა და მაჟორიტარ დეპუტატების ბიუროს გაძლიერებას შეეხებოდა. დამტკიცდა ხაზინადართა საბჭოს ახალი შემადგენლობა, რომელიც შეიკრიბა უკვე პირველი საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად, რომელიც
გადაუდებელ აუცილებლობებს უკავშირდება საპარლამენტო საქმიანობის, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და პარლამენტის საქმიანობას და არც ერთი დეპუტატის საქმიანობას ამ კუთხით არანაირი შეფერხება არ შეექმნება. უზენაესი სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია რუსთავიორის საქმემ განსახილველად დიდ პალატას გადაეცა. კომპანიის ადვოკატის ინფორმაციით საქმე სამის ნაცვლად 9 მოსამართლემ უნდა განიხილოს და ასევე გამორიცხული არ არის განხილვა კვლავ ზეპირი მოსმენით მოხდეს. რუსთავიორის ადვოკატის განცხადებით მათი მოთხოვნა ამით არ იცვლება და მათი სურვილია საქმე განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნდეს. როგორც დიდო საძაგლიშვილმა აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ამ შემთხვევაშიც იმ 6-იან ვადაში უნდა ჩაჯდეს, რაც საკასაციო საჩივრისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ის ვარაუდობს, რომ მოსამართლეებს საქმის გასასრულად გარკვეული დრო დასჭირდებათ. ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიშვამდგომლოთ დიდი პალატის წინაშე რათა მოგვისმინონ მხარეებს და ისე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. უზენაესმა სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ საქმე შეიცავს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას. თუ კი ამ ლოგიკას გავყვებით და რუსთავიორის საქმე არის იშვიათ სამართლებრივი პრობლემის მქონე საქმე, მაშინ ცხადია, უკეთესია მხარეთა მოსმენით მიიღოს პალატამ გადაწყვეტილება და არა ზეპირი მოსმენის გარეშე. რუსთავიორის საქმეზე განცხადებას ავრცელებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მაშინ ნათქვამია. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მრავალჯერ განუცხადებია თავისი კრიტიკული პოზიცია რუსთავიორის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. ფიქრობთ, რომ საქმის ამ სახით გადაწყვეტაში აშკარად იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მხრიდან არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა სხვადასხვა ხასიათის დარღვევების შესახებ, რომლებიც თავიანთი შინაარსით მთლიანად პროცესის მიმდინარეობის კანონიერებასთან დაკავშირებით აჩენდნენ კითხვებს. ჩვენთვის მიუღებელია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედია საშუალებასთან ამ ფორმით ბრძოლა. მიგვაჩნია, რომ ამ სიტუაციაში რუსთავიორის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და ჟურნალისტების დაცვა ქვეყნის ინტერესებში უნდა იყოს, რადგან მრავალფეროვანი მედია გარემო ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას. ნათქვამია განცხადებაში. ეკამიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სარჩელის განხილვას საქალაქო სასამართლო იანვარში განაახლებს. პროცესზე მხარეები საპაიკრო სიტყვებით წარსდგებიან, რის შემდეგაც დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევა. ეკამიშველაძე პოლიტიკური თოქ-შოუს პირველი სტუდიის დახურვას და მისი სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მიშველაძე მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ გამოცემული განკარგულების გაუქმებას და საზოგადოებრივი მაუწყებლისგან კომპენსაციის გადახდას ითხოვს. პოლიტიკური თოქ-შოუ პირველი სტუდიის დახურვის შესახებ მათ გადაწყვეტილება მიიღეს ჯერ კიდევ 2015 წლის ივლისში, მაშინ, როდესაც უბრალოდ დაიხურა სატელევიზიო სეზონი და შესაბამისად მაშინ, როდესაც ამის შესახებ მე ინფორმაცია კი არა, საერთოდ აზრათაც არ მქონია და რა თქმა უნდა, ჩემთვის ამის შესახებ არაფერი არავის შეუტყობინებია. მოტივაცია რა შეიძლება ყოფილიყო ამ კავშირებს ჩვენ ბუნებრივია ვახდენდით იმ გამონათქვამებთან, იმ შეფასებებთან, რომელიც კეთდებოდა არხის თანამშრომლების მხრიდან, მათ შორის ხელმძღვანელის მრჩევლის მხრიდან მანამდე და რომელიც მიანიშნებდა პოლიტიკურ მოტივაციებზე და საბოლოოდ პროცესზე ჩემი აზრით ეს დადასტურდა. შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმები აქვს საფუძვლად გათავისუფლების ბრძანებას, ანუ სადაო აქტს, რასაც სადაო თითქოს ქალბატონია შესაბამისად. ჩვენ ცხადია რომ არ ვეთანხმებით ამ განცხადებას. დღეს დედაქალაქსა და აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის კლება და ყინვა მოსალოდნელი ზოგიერთ რაიონში მოთოვს. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში კი სინოპტიკოსების ინფორმაციით აღმოსავლეთის ძლიერი ქარი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება, თუმცა უნალექოდ. სპეციალისტების ინფორმაციით ამინდი 24 ნოემბრიდან გაუმჯობესდება და ტემპერატურა 10-დან 12 გრადუსამდე მოიმატებს. ისევ გრძელდება კავკასიონის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლა, რაც გამოიწვევს აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში თოვლს და სიცივეს. ღამე ყინვები გვექნება, რაც შეეხება დასავლეთ საქართველოში, ისევ უნალექო ამინდია. ქარი რჩება აღმოსავლეთის ძლიერი, დედაქალაქში ველოდებით ღრუბლიან ამით. კომპანიები Georgian Water and Power, რუსთავის წყალი და მცხეთის წყალი მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავენ. წყალსადენის სისტემის და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით აბონენტები, რომლებიც სარგებლობენ მრიცხველი სასურველია შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენი ქსელები და აღრიცხვის კვანძები. ასევე რეკომენდებულია დატოვონ ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით. კომპანიის რეკომენდაციების გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელია თბილისის ზედა ზონების მოსახლეობისა და იმ აბონენტთა რომლებთანაც არსებობს კომუნიკაციების მოყინვის დიდი ალბათობა.
მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით თბილისის, მცხეთის და რუსთავის აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავთ. სასურველია მათ კუთვნილებაში არსებული ზედაპირულად განლაგებული წყალსადენის ქსელები, ასევე ღია სივრცეში მოწყობილი წყლის მრიცხველები შეფუთონ, რათა თავიდან აიცილონ ქსელების მოყინვის რისკი. ასევე რეკომენდირებულია ღამის განმავლობაში დატოვონ ონკანი მოშვებული წყლის მჭირე ჭავლით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სოციალური ქსელის მომხმარებელს აფრთხილებს არ გახდეს ისეთი შემოთავაზებების მსხვერპლი, რომელიც Facebook-ის პროფილის ვიზიტორების ვინაობის დადგენას თავაზობს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მომხმარებელს ურჩევს ყურადღებით დააკვირდეს რა სახის მომსახურებას თავაზობს ისა თუ ის საიტი ან აპლიკაცია. თამარ ქალდანის თქმით, აღნიშნული აპლიკაციებით შესაძლოა მომხმარებლის პირად გვერდზე სხვა ჯგუფებმა შეძლონ შეღწევა ან სრულიად დაიბლოკოს მომხმარებლის სოციალური გვერდი. სოციალური ქსელების მეშვეობით ხშირად ვრცელდება ხოლმე სხვადასხვა ტიპის აპლიკაციები. მოქალაქეებისთვის საინტერესო სათაურით შეამოწმე ვის გავხარ, რომელ მსახიობს. ამ აპლიკაციების უკან დგას საკმაოდ საშიში სისტემა, რომელიც ახდენს მოქალაქის იგივე სოციალური ქსელის ანგარიშში შეღწევას. ასეთი ტიპის აპლიკაციების გამოყენების შემდგომ მოქალაქეები თავიანთ სოციალურ ქსელებთან წვდომას ვეღარ ახორციელებენ. დღეს გიორგობა მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინება. ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს. დღეს ასევე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის კურთხევის 12 წლის იუბილეა. მოგეხსენებათ ჩვენთან გიორგობა ორჯერ აღინიშნება 6 მაისს და 23 ნოემბერს. 23 ნოემბერი არის დღე, როდესაც წმინდა გიორგი ბორბალზე აწამეს და სასწაულებრივად გადარჩა ცოცხალი. ასევე არის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის გახსნის დღიდან 12 წელი სრულდება ფაქტურად დაბადების დღე ჩვენს ტაძარს და ყველა სრულად საქართველოს და ყველა მართლმადიდებლს ულოცავ გიორგობის დღესასწაულს და ამ ტაძრის დღესასწაულს. მომბე ამ დროისთვის დასრულებულია, მე 12 საათამდე გემშვიდობებით, დროებით.